ესე იგი, ეს მრავალსტრიქონიანი კომენტარი, hate არის 5.5, ანუ ცვლადი სახელი არის hate, რომელიც გატოლებული არის 5.5. შემდეგ მეორე ცვლადი გვაქვს შექმნილი hate requirements, რომელიც უდრის 5.0-ს. ეს მოძიეთ ცოტა აქეთ. ახლა ეს ერთსტრიქონიანი კომენტარი არის, რომელსაც ჩვენ ხედავთ და პროგრამა უგულებელყოფს. შემდეგ რა გვაქვს ახლა აქ? ახალი ცვლადი გვაქვს შექმნილი, რომელიც მიიღებს მნიშვნელობას, ანუ ეს ტოლობა ხომ მნიშვნელობის მინიჭება, ესე იგი მიენიჭება მნიშვნელობა ამის მიხედვით. ახლა აქ რა ხდება? ესე იგი თუ hate მეტია ან ტოლია ამ ცვლადზე, hate requirement-ზე, მაგ შემთხვევაში აი ეს ცვლადი ამ ხელასახელი რომ აქვს, გახდება true. თუ არ იქნება მეტი hate ამაზე, ან არც ტოლი არ იქნება, მაშინ ეს გახდება false. ამ შემთხვევაში hate თუ არის 5.5, 5.0-ზე მეტი არის, კი ბატონო, ეს პირობა ჭეშმარიტი არის და აი ეს ცვლადი გახდა true. შემდეგ აქ ვეუბნებით თუ ეს არის true, ამ შემთხვევაში აქ შეგვიძლია დავწეროთ ასე ტოლია truth და იგივე გამოდის მაინც, ხო? დიდი ასოთი. run და აი იგივეა მაინც. უბრალოდ ეს შემოკლებით იწერება, ამას ნიშნავს. თუ ეს არის true, მაშინ დაბეჭდა ეს ტექსტი. და როგორც ხედავთ, დაბეჭდა ეს ტექსტი. თუ არა და else ნიშნავს, თუ არა და ესე იგი თუ ეს ტექსტი არ არის ჭეშმარიტი, ანუ ეს ტექსტი არ არის true, მაგ შემთხვევაში ეს გამოდის რომ არის false და false-ის შემთხვევაში დაბეჭდე ეს ტექსტი და ეს ტექსტი თუ გვინდა რომ დავბეჭდოთ, მაშინ hate ნაკლები უნდა იყოს ამაზე. იმიტომ რომ თუ hate მეტი ან ტოლი ამაზე, მაგ შემთხვევაში ეს იქნება true და ეს თუ გვინდა რომ false გახდეს, მაშინ ეს პირობა უნდა იყოს არა ჭეშმარიტი. ანუ hate ნაკლები უნდა იყოს hate requirement-ზე. ამიტომ მოდი ახლა მაგალითად აქ დავწეროთ equals-ი, გავუშვათ run და აი ამ შემთხვევაში დაიბეჭდა ეს ტექსტი. გადავედით next-ს დავაჭიროთ და ვნახოთ